შვიდობისა მეგობრებო, დღეს ისედაც დავაგვიანეთ ილის ვიდეო. ეხლა მაინც მოვიდე დროულად და გადავიღო დავდოლში გეხმიანოთ. ეხლა უთოებით გავიწყებ ვიდეოს, გუშინ ცოტა დავაუთხავ ყველა მაინც ვერა და თქვენს ერთად საქმე და თან ჭორაობა. გორა ხართ? თან ვასწრებ, იმიტომ რომ აქ მე ვეღარ გავავთავებ, ფეხბურთი იწყება. რომელი საათია? 8 საათზე ფეხბურთია. კვარა სადაც თამაშობს, იმ თამაშს ყველას ვუყურებ მეც. ფეხბურთის დიდი მოყვარულია არა, მაგრამ ჩვენი ქართველები რომ თამაშობენ და კვარა მით უმეტეს იმას ვუყურებ. და მის გამო რომ 8 საათი აქ რომ ფეხბურთი დაიწყება, აქ ბუზის ჭაჭანების ხმა აღარ უნდა ისმოდეს. ამიტომ მოვასწრო და მე ერთად ვუყურებ. დილის ვიდეოზე იქაც დავწერე კომენტარი, რომ ბოდიში მოგიხადეთ, ვიდეო დავდეთ თუ არა, იმ წუთას ნახვა გქონდა, მაგრამ მე სანამ ნახავდი, ხალხმაც ნახა და რაღაც ხარბეზი მქონდა. და წავშალე ვიდეო იმ წუთას. მინდოდა ესეთი ვიდეოს გაშვება. მით უმეტეს დიდ პატივს გცემთ და მინდა ესეთი ვიდეოს გაშვება, სადაც ოდნავ ზედმეტად ისმოდეს ამხმა არამე არასწორი მოძრაობა იყოს იქ. ესეთი არაფერი არ იყო, უბრალოდ ვერ გადავიღე. ბოლოს რაც გავაკეთე იმის ვიდეო სწორად ვერ დავდე, ბევრჯერ ვცხადე და რაღაცნაირად რატომ ეს ვერ გავარკვიე, რატომ ასე აკეთებს, ამასაც ვეცდები გამოვასწორო. ვიდეოს რომ ამთავრებ ვიღებ, ბოლოს კერძის ვიდეოს რომ ვასრულებ და ვდებ, ხომ უნდა გადავიღო და გაჩვენოთ. იქაც ასე განით ვიღებ. ჩვეულებრივად არის, მერე რომ დავამუშავებ, ტრიალდება კადრი და ფოტო რო გადაიღო, ასე აჩვენებს. არ მომწონს, მაგრამ რა ვიცი, ვცდილობ რომ გამოვასწორო, ეგეც ხარვეზია, მაგრამ ახლა მაგას ასე ვცებ ვერ გავაკეთებ და ის რაც არის ლამაზი ის ამოშალე და ჩავწერე ახალად. ვის გიყვართ უთხოვება და ვის არა. არ მეზარება, მაგრამ აი პერანგების და ჩიხოლების უთხოვება ყველაზე შარვალი არ მეზარება ის. იმდენი ქონდა კიდე და საავთრებელი. ეხლა ეგეც ხმაურობს ცოტა და არ მინდა ხმაურმაც შეგაწუხო თქვენ, მაგრამ რაც არის ეგ არის. ეს გარეთ ვერ გავდივარ, რომ რამე სხვანაირი ვიდეო გადავიღო, მე უფრო განსაკუთრებული და დავდო და ამიტომ ჩაგერთვები.
ხოლო ორქიდეაზე რაც თქვი კომენტარით მომივიდა რომ შეიძლება მიწის ბრალი არისო არ გამოურიცხავ რომ მიწის ბრალი იყოს მაგრამ 2 წელია კი არ მიწაში და თან მასწავლეს მეც და გავაკეთე და რა ვიცი აბა თუ არ გამოსწორდება და არ აღშობს როგორც თქვი ამოვიღებ გავაკეთებ დეზინფექციას და ახალად დავამუშავებ კი გავაცოცხლებ მაგრამ ცოტა კი მინანება რატომ ასე არის მაგრამ ნახოთ შევხედა რა იქნება დიდი არაფერი ისა რა ქვია სახაერო ფესვები აქ რაღაც რომ უნდა ისე არ არის და ახალ ნამაც არ ეკეთებს ცოტა მოწყენი მინდა ჩემი აღოს დაინტერესა ჭირსო იცის რომ მაგას განსაკუთრებულად ვული და მიყვარს და რა უშავს გამოუსწორებელი არ ამგონია რომ იყოს მაგ თავარია ჩვენ იყოთ კარგად სამთრის ტანსაცმელი მოსვენებაა იმას მანდამენს არ უნდა ყველა დღე უთხოვება და ყველაფერს ვაუთავებდი აბსოლუტურად ყველაფერს ახლა თამასი აღამა უკვე მიყვარს ტანსაცმელი გავათავის გარეშე რომ შევდივი შკოლაში მაგრამ ყველაფერს უკვე აღარ ვაუთავ ისედაც იკუჭება იმდენი ტანსაცმელია ერთი მეორეზე შეკიდებული მაინც იკუჭება და შემოსასვლელში მაქვს გარდერობის შესაკერი უფრო ხვავაღლა ვიყრი რომ ჩვენ ქვას გავაგონა ხო და მე შეიძლება რამე გადავიტანო ხუმრობ რა თქმა უნდა საშუალება რომ იქნება კი გამიკეთებს რა მიდიდის ანჟეაკელი რა ვიცი მოგამონახავთ მაგის ფინანსებს გაუკეთებელი არაფერი არ არის. უბრალოდ ხარჯებია გაზრდილი და მაგიტო. ხო, ეხლა ამდენი წლებია ვარ ამ ბინაში და აქამდე როგორ შეკერეო შეიძლება გაიფიქროთ, მაგრამ ამ ბინაში რომ შემოვედი, კი თქვი დღეს 2007 წელს მეთქი. არაფერი არ იყო, კედლების მეტი. შავი კარკასი. და რაღაც რა გქონდა ეხლა ჩვენს. რაღაც უნიშნელო ავეჯი. ну არა თითქმის კი ვიყავი ნაკრიაებში 7 წელი დავაგროვებდით, ვაგროვებდით უფრო ბინის საკიდერფულს, ვიდრე რაღაც ისეთებში დაგვეხარჯა, რომ მე ავეჯი იქედან მეზიდე კი მქონდა, ვათ შკაფი მქონდა,
დივანი მქონდა, კამები მქონდა, ნუ აღარ ჩამოვთვლი რაღაცები კი იყო, მაგრამ ახლა აქ გამომადგებოდა და აქ რომ დამჭირდებოდა ასეთები არა. მე აბა რემონტი ძირიდან შავი კარკასი იყო მთლიანი. ახლა ჩემ გინაზე ლაპარაკით მოგაბეზრეთ მე მგონი თავი დღეს გარდერობის გამო ვამბობ. მე შვილები დაეზარდნენ, აბა სწავლებაო. აბა მე ძალი მოვიყვანეთ, აბა მე ნუ რაღაც რა ვიცი საცხოვრებას ხომ იცით თანდათან ყველაფერია. ხო და მე კიდე ჩემ უფროს ბიჭს ბინა ვუყიდეთ. მე ისიც გავუყიდეთ თბილისში. იყიდეს ბინა და რომ ყველაფერს თავისი ხარჯი აქვს და ვერ მივედით მოქანდეთ რომ რა დიდი პრობლემა დიდი 2000 ლარი იყო სულ. აქამდე იმდენი რამე იყო თქვა გასაკუთრებელი უფრო აუცილებელი რომ მაგის სულ ბოლოსთვის შემოვიტიეთ ამდენი ხანია. რამე თუმეტეს ერთი კაცის ხარჯზე ხდება ყველაფერი. გამამდება და მე გაჩვენეთ ღამის დათვს ჩემი აიმიდა. როგორი ლამაზია ხედებს. ეხლა შეიძლება იფიქროთ რომ ზღვასთან ახლოს ცხოვრობს და სულ ან ზღვაზე ვიყო ან დუვარში ვიყო რაღაც ხომ არა სხვა მიყვარს როგორ არ მიყვარს, მაგრამ ცურვამი არ ვიცი და წყალში მე ვერ შევდივარ და ზემოდან კი ვუყურე. დუვარშიც გავდივარ, მაგრამ ხშირად არა. იქ რომ ეჩემია სადაც ძალიან ბევრი ხმაური არის ესეთი ადგილები. იმიტომ დავდივარ იქ პარკში, ამის წინ გაჩვენეთ. იქ მართლა ნაკლებადაა ხალხი. რადგან საკუთარი ეზოში აქვთ, უტყობა უფრო გვიან შემოდის სამსახურის მიერ ხალხი და არა ამდენ. ჩვენ კიდე ადრე გავდივართ. ბულვარშიც როგორ არა, იქაც გადავიღებ კადრებს. რამე ისეც რომ დაგაინტერესოთ, მასაც გაჩვენებთ, როგორ არა, იქაც გავალ. ეს უთხრობა აქვს, არ ვიცი რამდენი წელია მართლა. ალბათ მე რომ ვაჭრობდი იმ დროინდელი დღეს მოვიდა. 20 წელი. 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 20 წ
თქვათ გადასარევი არ არის, მაგრამ ის საქმეს კი აღწევს. საერთოდ მიყვარს მოულაგი ტექნიკა იყოს და რაც მინდის იყოს. ამიტომ გავაფუჭო ამოვფრთხილდე ამ უეს აღარ მინდა ახლა სხვა მინდა ასეთი არ ვარ. სანამ არის იყოს და მე სხვა ამბავია. საჭირო ერთი არის და მე არ მინდა უნდა ვიყიდო და სხვანაირად როგორ იქნება. ცხელა ხალხო. სიცივეს ნატრობდით და სითბოს ნატრობდით და ახლა ცხელა. რა უბრალოდ ცხელა თუ მასე სიცხე წარმახსენს. შვენიერი სიგრილი. ეხლა საათი რომელი არის 8:30-ზე იწყება. და კი ვასწრებ. ერთი დღე ყავის ერთადაც შეიძლება თქვენთან მოვიდე გავჭდე ვისაუბრე. დილას 12-მდე მე ავსვენ ყავას. დილას აუცილებლად რაღაც სულ ერთი რუკა მაინც უნდა ვყავო. მერე წამები დავლიო და ყავა მერე 12-ისკენ. 12-ზე კიდე ჩემი ბიჭი ეღვიძებს და ვერ ვასწრებ ჩართვას. მერე ჩემი ქმარი მოდის იძინებს და ვეღარ ვასწრებ ჩართვას. ასე რომ მოვალე აუცილებლად ყავითაც და ვიჭეროთ ხო მართლა. თქვენ შემომთავაზეთ კიდევ რა გაინტერესებთ, რა თემაზე გინდათ ვისაუბრო და გავითვალისწინე ვისაუბროთ მაგაზეც. ახლა ბოლომდე რომ ჩემ უთხრებას არ გაყურებინოთ, ახლა წავალ და ჩაგერთვებით კიდე აუცილებლად. ის არის ბულვარისკენ დგას მაღალი შენობა. რაღაც ქვია იმ შენობას, მაგრამ არ მაქვს ნახეთ რა სილამაზეა. ნახეთ. შენობაზეა გარედან გაკეთებული. და ჩემი აიმიდან ასე ახლოს მოჩანს. ძალიან მომწონს. ასე იცვლის რამოდენიმე ნახეთ აი ნახეთ რომ დაპირდით ხამის ბათუმი მეთქი ნახეთ როგორი ლამაზია ნახეთ ძალიან ლამაზია ძალიან ოღონდ მართ თან მაგარი სიგრილია აივანზე ეს დიდი აივანი სხედი ძალიან ლამაზი ცოტა გვიან უფრო მეტად გადანათდება ეკლესია როგორ ამთია ანათებს უფრო სწორად ცათამბჯენები გვაქვს ბათუმში
ეგეც ღამის ბათუმი დაგემშვიდობებით. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. მოვალ ხვალე აუცილებლად. აბა, ბედნიერად.